სამი დათვი ზღაპარი ერთი გოგონა ტყეში წავიდა მას გზა ერია და პატარა სახლთან მივიდა კარი ღია იყო შეიხედა ხედავს არავინ არის და შევიდა შიგ ამ პატარა სახლში სამი დათვი ცხოვრობდა ერთი დათვი მამა იყო დიდი ბანჯგვლიანი მეორე უფრო პატარა დედა დათვი იყო მესამე კი დათუნია იყო დათვები ტყეში წასულიყვნენ სასეირნოდ პატარა სახლში იყო ორი ოთახი სასადილო და საწოლი გოგონა შევიდა სასადილოში და დაინახა ფაფიანი სამი ჯამი პირველი ჯამი ძალიან დიდი მამა დათვისა იყო მეორე ჯამი უფრო პატარა დედა დათვისა მესამე ლურჯი ჯამი კი დათუნიასია ყოველ ჯამთან იდო კოვზი დიდი საშუალო და პატარა გოგონა მაიღო ყველაზე დიდი კოვზი და ფაფა ყველაზე დიდი ჯამიდან შეჭამა შემდეგ აიღო საშუალო კოვზი და ფაფა საშუალო ჯამიდან შეჭამა დათუნიას ფაფა ყველაზე ძალიან მოეწონა გოგონას დაჯდომა მოუნდა მაგიდასთან სამი სკამი იდგა ერთი დიდი მამა დათვისა მეორე უფრო პატარა დედა დათვისა სულ პატარა სკამი ლურჯი ბალიშით დათუნიასი იყო გოგონა აცოცხლდა დიდ სკამზე და გადმოვარდა მერე დაждდა საშუალო სკამზე კარგად ვერ მოეწყო შემდეგ დაждდა პატარა სკამზე და ისე კარგად მოეწყო გაეცინა ლურჯი ჯამი აიღო მუხლებზე დაიდო და შეუდგა ჭამას თელი ფაფა რომ გაათავა დაიწყო ქანაობა სკამი ჩატყდა და გოგონა იატაკზე დაეცა წამოდგა სკამი ააყენა და ახლა მეორე ოთახში შევიდა იქ სამი საწოლი იდგა ერთი დიდი მამისა მეორე საშუალო დედისა მესამე კი დათუნიასი გოგონა დიდ ლოგიში ჩაწვა ძალიან განიერი იყო ჩაწვა საშუალოში ძალიან მაღალი იყო ჩაწვა პატარაში საწოლი მისთვის მშვენიერი იყო და დაიძინა დათვები მოვიდნენ სახლში მშივრები და მოუნდათ სადილის ჭამა დიდმა დათვმა აიღო თავისი ჯამი შეხედა და ხმამაღლა დაიღრიალა ვინ ჭამა ჩემი ჯამიდან დედა დათვმა შეხედა თავის ჯამს და დაიღრიალა უფრო დაბალი ხმით ვინ ჭამა ჩემი ჯამიდან დათუნიამ კი თავის ცარიელ ჯამს რომ შეხედა წვრილი ხმი დაიწრიპინა ვინ ჭამა ჩემი ფაფა დიდმა დათვმა შეხედა თავის სკამს და ხმამაღლა დაიღრიალა ვინ იჯდა ჩემს სკამზე დედა დათვმა შეხედა თავის სკამს და ხმამაღლა დაიღრიალა ვინ იჯდა ჩემს სკამზე დათუნიამ შეხედა თავის გატეხილ სკამს და დაიწრიპინა ვინ იჯდა ჩემს სკამზე ვინ გატეხა იგი დათვები გავიდნენ მეორე ოთახში ვინ იწვა ჩემს ლოგინზე დაიღრიალა ხმამაღლა დიდმა დათვმა ვინ იწვა ჩემს ლოგინზე ვინ დათელა ის დაიღრიალა უფრო დაბალი ხმით დედა დათვმა დათუნიამ კი გადახედა თავის საწოლს და დაიწრიპინა წვრილი ხმით ეს ვინ წებს ჩემს ლოგინში გოგონამ გაახილა თვალები დაინახა დათვები და ფანჯარას მივარდა ფანჯარა ღია იყო გოგონა გადახტა და გაიქცა დათვები დაედევნენ მაგრამ ვერ დაეწიმნენ